კიდევ ერთხელ დავწმუნდით, რომ ჩვენი პირადი ცხოვრება დაასრულა მოდონზრუნველს. მარტის აქციაზე არასამთავრობო ორგანიზაციები ფარული თვალთვალის საქმეზე სასწრაფო გამოძიებას, კანონის გამკაცრებას და სპეციალური საგამოძიებო დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნა ეს არის მნიშვნელოვანი იმისთვის რომ საბიჭო მოაშორე მაქული ვერ ვიტანა დასგახარ მაგას დასაუნარჩუნებელი შეეხება სამართალდამცავი ორგანოების მიერ ჩადენილ როლე ეისა საგანდაბახარია დასწრილი პოლიტიკური გავლენებისგან და არის თავისუფალი აქვს გარკვეული ავტონომია აი რა კაცი შეიძლება ელიტას არ აქვს შესაძლებლობა უკანონოს კონკრეტულ სამართალდამცავ ორგანოებს თავისი ქმედებები აქვს არასახელმწიფო პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაზე. ეს შეგეხება აქციას სამოქალაქო პროტესტის გამოსახატად თავისუფალი დემოკრატების წევრებით შეუერთდებიან, რომლებიც დღეს აქციის ორგანიზატორებს შეხვდნენ. ირაკლი ალასერიას თანაგუნდელები არასამთავრობო სექტორთან ერთად საკანონმდებლო ტერორი, რომელსაც უცხოს ამ საზოგადოებას ვიღაც ჩვენთვის მიუღებელია და აუცილებლად როგორც საქართველოს მოქალაქეები მონაწილეობას მივიღებთ საზოგადოებრივ პროცესში. პროკურატურას ამის შესაძლებლობა პრაქტიკულად არ გააჩნია და ამასთან აუცილებელია და მნიშვნელოვანია შეიქმნას ისეთი მექანიზმი, რომელიც გამოიძიებს არა ერთ კონკრეტულ რომელიმე მაგალითს, არამედ ზოგადად ამ პრობლემას. არასამთავრობო ორგანიზაციები პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული კადრების და მუქარის ვიდეოს გავრცელებას მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებს უკავშირებენ და სისხლის სამართლებრივ დანაშაულთან ერთად პოლიტიკურ მოტივებზეც მიუთითებენ. ეს ყველაფერი საფრთხეს უქმნის წინასაარჩევნო გარემოს, ნორმალური წინასაარჩევნო გარემოს ფორმირებას, ასე რომ ამ ყველაფერს გააჩნია არა მხოლოდ სამართლებრივი, არამედ პოლიტიკური შემადგენელიც. ეს კამპანიები ყველაფერი რა პოლიტიკური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციების აქტივობები საჭირო იყო, როდესაც მიხეილ სააკაშვილი მერგავდა ამ სისტემას. არასამთავრობო სექტორის აქტიურობას არ ეთანხმებიან უმრავლესობის წევრები და თვლიან, რომ საპროტესტო გამოსვლები ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტთან არსებული საკონსულტაციო წევრები დღეს არასამთავრობო სექტორის სულ სხვა წარმომადგენლებს ხვდებოდნენ. ფარული მიღურადების კანონის გამკაცრების მოთხოვნით კანონის გამკაცრება სამიმართულებით თავის დროზე ეს კადრები იქნა განადგურებული ხელისუფლების და ასევე გარკვეული ჯგუფის მიერ და დადგეს ასევე საკითხი იმისა, რომ რამდენად კანონიერი იყო იმ პერიოდში მტკიცებულებების განადგურება. ადამიანის უფლებათა კომიტეტის და მისი ხელმძღვანელობის ქალბატონ ვესელიას და ბატონ რუხაძის მიმართ რა თქმა უნდა არავითარი ნდობა არ არსებობს, რომ ამ პროცესში ისინი არიან მოტივირებული ადამიანის პირადი ცხოვრების თავისუფლების დაცვით. კამპანია ეს შეგეხებას წევრები უკანონო თვალთვალს და ფარულ მიღურადებას 19 მარტის მსვლელობით გააპროტესტებენ. აქციამდე ერთი დღით ადრე კი პრემიერ-მინისტრს შეხვდებიან. არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა გეგმები დღეს სტუდენტებსაც გააცნეს. სტუდენტების ნაწილი 19 მარტის აქციას შეუერთდება. ინიციატივა, რომელიც ოპოზიციამ პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დასაცავად წამოაყენა, ხელისუფლებისთვის მიუღებელია. 4-პუნქტიანი გეგმიდან ერთ-ერთი მთავარი სუსის გაუქმებასა და მის ნაცვლად სააგენტოს შექმნას ითვალისწინებს. ნაცნობ მოძრაობაში ვარაუდობენ, რომ ცვლილებების განხორციელების შემთხვევაში შესაძლოა უსაფრთხოების სამსახური პოლიტიკური დაკვეთებისგან გათავისუფლდეს, თუმცა მთავრობის მეთაურმა ეს წინადადება სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაცია დაყრდნობა. თითოეული სიტყვა გამოთქმული ინსტიტუციების დისკრედიტაციის კუთხით ასუსტებს შუა სახელმწიფოს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და პროკურატურის დაცვას პრემიერ-მინისტრი დღეს მთავრობის ხდომიდან შეეცადა. გიორგი კვირიკაშვილმა უმცირესობის კრიტიკას ეგრეთ წოდებული სუსის პოლიტიკურ პოლიციას ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით პოლიტიკური სპეკულაციები უწოდა. პრემიერ-მინისტრის თქმით, ოპონენტების განცხადებები ძალოვან უწყებებსა და ქვეყნის უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის. ეს ინსტიტუციები კიდევ საჭიროებენ რეფორმებს. არავითარ შემთხვევაში არ გულისხმობს, რომ ჩვენ აგდებით ვისაუბროთ, გავაცნობიეროთ, რომ ეს დისკრედიტაცია პირველ ყოვლისა ასუსტებს სახელმწიფოს. პრემიერ-მინისტრის ეს განცხადება უმცირესობის ინიციატივის საპასუხო იყო, რომელიც ნაციონალურმა მოძრაობამ ფარული ვიდეოების გავრცელების შემდეგ პირადი თავისუფლების ქარტიის წარადგინა. 4-პუნქტიანი ქარტიის ერთ-ერთი მთავარი ინიციატივა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გაუქმება და მის ნაცვლად სააგენტოს ჩამოყალიბება. უმცირესობაში აცხადებენ, რომ ეგრეთ წოდებული სუსის დაცვის პრემიერ-მინისტრმა პოლიტიკური ოპონენტების დევნის დახალისებას ხელი შეუწყო.
ხალხმა გეუბნები